მებით ჩემო გამომწერებო, აი დადგა ჩემთვის და ბევრისათვის საყვარელი დრო, როდესაც უნდა მოვზილო პასკები. მრავალ ბედნიერ აღდგომას დავესწროთ ყველა უფლის დიდებით, რწმენით, სიყვარულით, ჩვენი სამშობლოს გაძლიერებით. ახლა მე ვემზადები პასკების ცომის მოსაზელად და მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა ვიდეო თუ რას და როგორ ვაკეთებ. რეცეპტები მაქვს დადებული, ყველა წლის ამ ბოლო დროს თითქმის ყოველი წლის რეცეპტები გაგიზიარეთ უკვე. მთავარია რომ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, არაფერზე არ იფიქროთ, არ ინერვიულოთ. ეს უსაყვარლესი ცომი მოზილოთ რწმენით, მოზილოთ სიყვარული და მოზილოთ ძვირფას გუნება განწყობაზე. დანარჩენი ყველაფერი იქნება თავისთავად. მას ასე გადავედით პასკის ცომზე. ამ თასში, სადაც მე უნდა მოვზილო პასკა, ჩემი მოცემული რეცეპტის მიხედვით, საერთო რაოდენობიდან მოთავსებული მაქვს 1 კილო ფქვილი. ახლა აქ მაქვს კვერცხი და შაქარი, უნდა ავთქვიფო ეს კარგად და აუცილებლად სათქვეფით. მე რატომღაც ცომში მიქსერი არაფერში არ მომწონს და ჩემს აზრს გიზიარებ. აქ მაქვს გატარებული 1/9 ლიმონი, აქ მაქვს მოთავსებული მუსკატის კაკალი და ილი. რა თქმა უნდა, მუსკატის კაკალი გახეხილი, ილი მე თვითონ მოვხალე და დავთქვი. აქ არის ნახევარძეში საერთო რაოდენობიდან გახსნილი 500 გრამი კარაქი, შემდეგ გადავალ ზეთიანი ხელებით მოზელვაზე, ბოლოსკენ უკვე. აქ არის მოთავსებული ჩემი რაოდენობიდან, როგორც რეცეპტში მიწერია, საფუარი, შაქარი 1 კოვზი და 1 კოვზი ფქვილი, 5 კოვზი საფუარი, როგორც რეცეპტში მიწერია. ასე რომ დანარჩენ შედეგებს აუცილებლად, რა თქმა უნდა, პასკებს 2025 წლისებს აუცილებლად გაგიზიარებთ. რაც მთავარია, იყავით კარგ გუნება განწყობაზე, არავის არ ეკამათოთ, აუცილებლად გამოგივათ უგემრიელესი პასკები და ბევრად აჯობებს ნებისმიერ საცხობში და სხვა მარკეტებში ნაყიდს. ბედნიერი აღდგომა ყველას. მიყვარხართ.